საქართველოს ფუტზალის ეროვნულმა ნაკრებმა ევრო 2026-ისთვის მზადება დაიწყო და ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს. 18 და 20 ოქტომბერს ჩვენი გუნდი ყირგიზეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ ორ თამაშს ჩაატარებს. პირველი მატჩი თბილისის არენაზე გაიმართება, მეორე შეხვედრა კი თბილისის ოლიმპიურ სასახლეში შედგება. ორივე თამაში 17 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხის სპორტის შემოგთავაზებთ. ძალიან სასიამოვნო პროცესი იწყება ეხლა საქართველოს ფუტზალის ნაკრებისთვის, რასაც ქვია ევროპის ჩემპიონატისთვის მზადება, იმიტომ რომ ის ძალიან დიდი ტვირთი მოხსნილი აქვს ბიჭებს და ეხლა აქვთ სწორედ ის თავისუფლება, რომელიც აი ამ დაგეგმილ ამხანაგურ თამაშებში იქნება. ყოველთვე ჩვენ დასასიხაროთ არის UEFA-ს მიერ გამოყოფილი ფანჯარა, ოქტომბერში, ნოემბერში, დეკემბერშიც მაქსიმალურად გამოვიყენებთ ამას, რომ უკვე იანვრისთვის ჩვენი ფორმის პიკში ვიყოთ რა. ჩემთვის მე ასე თამაშია და ორმაგად სასიხარულოა ესეთ დროს სტადიონზე ყოფნა. ეროვნული ნაკრების სახელით ასე თამაში ჩატარება მარტივი არ არის და დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ჩემს თმელებს, ფეხბურთელებს, ვინც ამდენი ხნის განმავლობაში გვერდში მედგნენ.